პოლიტიკური დაკვეთა და საქართველოს იმიჯის მიზანმიმართული შელახვა. ასე აფასებენ მმართველ გუნდში დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში 14 დეპუტატის მიერ შეტანილ ინიციატივას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ეხება. მიუხედავად გაყალბების მტკიცებულებისა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი განცხადება გავაკეთეთ, ხალხი რომ ქუჩაში არ გამოსულიყო, პატრიონების მხრიდან რეაქცია არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, როცა დემოკრატია საფრთხეშია, როცა ქვეყანის მომავალი საფრთხეშია, მეგობრები იქცევიან ისე როგორც იქცევა ამერიკის შეერთებული შტატები და როგორც იქცევა ბრიტანეთი. არ მგონია ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს ბრიტანეთმა, თუმცა თუ ისინი მიიღებენ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი და ის რომ ბრიტანეთი ყოველთვის სამართლიანობასთან ასოცირდებოდა, ყველაფერი წარსულს ჩაფარდებოდა. დამოკიდებულება არის ძალიან დიდი პრობლემა, როდესაც ჩვენ ვისმენთ განცხადებებს და ვხედავთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ძირითადად დაფუძნებულია სიცრუეზე, სიყალბეზე და უსამართლობასთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვაქვს ეს მიდგომები და დამოკიდებულება. ადამიანს აშანტაჟებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ დაეთმო ქვეყნის ინტერესები, აშანტაჟებდნენ თავისი პირადი თანხებით, იცით, საბოლოო ჯამში დაინახეს, რომ ქვეყნის ინტერესი არ ითმობა, ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს, ვერანაირი სანქციებით შანტაჟი ვერ შეგვაშინებს, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებს. როცა ადამიანს ბრალს უყენებ და არაძლევს საშუალებას ან თავი გაიმართლოს, ან მტკიცებულებები წარმოადგინოს მხარემ, რომელიც დასანქცირებას ითხოვს, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, თუმცა აქაც ჩანს, რომ ეს გარკვეული პოლიტიკური დაკვეთაა, რომლის მიზანიც არის, რომ კიდევ ერთხელ შელახოთ ჩვენი ქვეყნის იმიჯი და რაც ყველაზე მთავარია, განახორციელონ სავარაუდო ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა თქვენ იცით, რომ ეს პროცესი წლები აღრძელდება და ვერანაირმა სანქციებმა ეს თავის დროზე ვერც ახლა და ვერც მომავალში მონებრივია ბიძინა ივანიშვილს ვერ გადააფიქრებინებს, ღირსეულად ემსახუროს საკუთარ